იანვარს გამთენიისას რუსულმა ტელეგრამ არხებმა, ეგრეთ წოდებულმა Z არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის შერეღებული ძალები უკვე აქტიურობენ კურსკის ოლქში და რუსული ძალები არიან თავდაცვაში. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე ტელეგრამ არხმა გაავრცელა. მათივე ცნობით ჰქონდათ მცდელობა შეტევაზე გადასულიყვნენ ქალაქ სუჯას მიმართულები და თავდასხმა მოხდა სოფელ ბოლშოე-სალდატსკოესთან. ამის შესახებ ინფორმაცია Z არხებმა გაავრცელეს ადგილობრივებზე დაყრდნობით, ყოველ შემთხვევაში როგორც თვითონ განაცხადეს. მოგვიანებით კი უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა მოკლე შეტყობინება გაავრცელეს ტელეგრამ არხზე, მათ შორის არის უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელი ანდრი კოვალენკო, რომელმაც მოკლედ დაწერა ტელეგრამ არხზე, რუსები კურსკის ოლქში ძალიან შეშფოთდნენ, რადგან მათ თავს რამდენიმე მიმართულებით დაესხნენ და ეს მათთვის მოულოდნელი იყო. თავდაცვის ძალები მუშაობენ. დაწერა ანდრი კოვალენკომ ტელეგრამ არხზე. შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმაც ანდრეი ერმაკმაც ასევე გააკეთა კომენტარი კურსკთან დაკავშირებით. კურსკიდან კარგი ამბებია, რუსეთი იღებს იმას, რაც დაიმსახურა. დაწერა ერმაკმა ტელეგრამ არხზე. რაც შეეხება რუსულ მხარეს და ოფიციალური წყაროს ინფორმაციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ტელეგრამ არხზე პოსტი, რომელიც ფაქტობრივად აღიარებს იმას, რომ კურსკის მიმართულებით იყო შეტევა უკრაინის მხრიდან, ასეთი ჩანაწერი აქვთ მათ გაკეთებული ტელეგრამ არხზე. რუსული ჯარების წინსვლის შესაჩერებლად კურსკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა წამოიწყეს შეტევითი ჯგუფის კონტრშეტევა. რუსული წყარო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ტელეგრამ არხზე ირწმუნება, რომ უკრაინის არმიამ გამოიყენა 2 ტანკი და 12 ჯავშან ტექნიკა დესანტით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება ტელეგრამ არხზე, რომ განადგურებული არის უკრაინის ეს დაჯგუფება, რომელიც გადასული იყო შეტევაზე, თუმცა დამატებითი წყარო ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ ვრცელდება. მე შეგახსენებთ, რომ უკრაინის შერეღებულმა ძალებმა შეტევა განახორციელეს კურსკის ოლქის მიმართულებით 6 აგვისტოს. სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა წინსვლა შეტევა რუსეთის რეგიონში, კურსკის ოლქში უკრაინელების მიერ. ტყვე დაიყვანეს დაახლოებით 700-მდე რუსი სამხედრო, ხოლო სექტემბრის შემდგომ არსებული ინფორმაციით თანდათანობით უკრაინულმა არმიამ კურსკის ოლქში უკან დახევა დაიწყო.